მოგესალმებით მეგობრებო, მე სერგი ვარ და ეს არის ჩემი მოტოვლოგი. სანამ მოტოს განხილვაზე გადავალ, ერთ-ერთი სიტყვით ჩემ თავზე გესაუბრებით. ბავშვობიდან მიყვარდა მოკლედ მოტოციკლები, განსაკუთრებით ჩოპერული სტილი და ის შეგრძნებები, რომელსაც ეს ტრანსპორტი გზაზე გაძლევს. ჩოპერი არის ის მოტოციკლეტი, რომელიც ყოველთვის ჩემს სტილს წარმომედგინა, თავისი დახვეწილობით, თავისი სიძლიერით, თავისი კლასიკურობით. ჩემი პირველი ბაიკის შეძენა შეუძლიათ დასულ ასაკში და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ნამდვილი ბაიკერული ცხოვრება, რომელსაც ჩემს მოტოვლოგში გაგიზიარებთ. დღეს განვიხილავთ Honda Shadow T600-ს, 2000 წლის კლასიკურ ჩოპერს, 4 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით, რომელიც როგორც გამოცდილებს, ისე დამწყებებს ძალიან უყვართ. Honda T600-ი შეიქმნა იმისთვის, რომ ყოფილიყო კლასიკური ჩოპერი, იაპონური გამძლეობით. იდეა იყო ძალიან მარტივი, უბრალოდ ყოფილიყო ლამაზი, დაბალი კლასიკური ჩოპერი, რომელიც ყველას გაუჩენდა ნამდვილ ჩოპერულ შეგრძნებას. სანამ ვიზუალზე და მის ფორმის განხილვებზე გადავალთ, მანამდე თქვენ შეაფასეთ მისი ვიზუალი. გადავიდეთ მის ვიზუალზე. პირველ რიგში რაც აღსანიშნავია, არის მისი დაბალი და გრძელი ჩოპერული სტილი. ჩემში რაც სიმპათიას იწვევს, ასევე არის მისი ქრომირებული დეტალები, ასევე წინ გაწეული სპეცებიანი ქრომირებული დისკი, ასევე ქრომირებული ფარი გვხვდება. ამ შემთხვევაში იდეაში ქარხნულ სტილს დაბალი საჭი აქვს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში პატრონის გემოვნების ამბავია. ამ კონკრეტულ მოდელს უყენია მაღალი საჭე. ასევე გვხვდება კომფორტული დაბალი ტყავის სავარძელი და უბრალოდ კლასიკური თვალშისაცემის სტილი. დავიწყოთ ჩვენი მოტოციკლეტის ტექნიკური მახასიათებლები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძრავი გვაქვს 600 კუბური სანტიმეტრის, ცილინდრის რაოდენობა 2, გადაცემათა კოლოფი როგორც ზემოთ აღვნიშნე გვაქვს 4 სიჩქარიანი. ასევე გაგრილება მიმდინარეობს წყლით, ანუ ანტიფრიზით, სითხეზე გრილდება მოკლედ ჩვენი მოტოციკლეტი. წონა საშუალოდ არის 200 კილოგრამამდე. ცხენის ძალებს რაც შეეხება, ცხენის ძალები წლიდან გამომდინარე მერყეობს საშუალოდ 39-დან 51 ცხენამდე. რაც შეეხება საწვავის აუზს, საწვავის აუზი გვაქვს 11 ლიტრიანი, 11 ლიტრი бенზინი ჩადის მოკლედ ჩვენს ბაკში და საშუალოდ ქალაქში ჩვენი მოტოციკლეტი მოიხმარს 5-დან 6 litrამდე საწვავს 100 კილომეტრს. ჩვენ შემთხვევაში ჩვენი სტიდი არის კარბულატორზე, ანუ საწვავის შეფქვევა ხდება კარბულატორის სისტემით. ეხლა როგორ მუშაობს კარბულატორის სისტემა? თანაბარი რაოდენობით საწვავი და ჰაერი ერევა ერთმანეთში და მიეწოდება თანაბრად ცილინდრებს. კარბულატორთან დაკავშირებით არსებობს მითები, რომ არ ვარ გადართული მოსავლელი და ზამთრის პირობებში ესეთი ცოტა რთულად შესანახი ამბავი. კარბულატორის შემთხვევაში აქ აზრები ორად იყოფა რა. გვაქვს როგორც მინუსები, ასევე პლუსები. ბევრი რო არ ვისაუბრო და თავი რო არ მოგაწყევთ, მარტივად რო ვთქვათ. კარბულატორის პლუსში შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ არის მარტივი შესანახი, იაფი ნაწილები შოება, ასე რო ვთქვათ, ანუ მექანიკური დეტალია და ხშირ შემთხვევაში სახლშიც მარტივად შეძლოთ მის გაწმენდას და დასერვისებას და როგორც ასეთი მისი მინუსები მაგალითად შეიძლება იყოს ზამთარში ძალიან უჭირს ქოქვა, არ არის ძლიერი და ესე რომ ვთქვათ ცოტა პრობლემურია სიცივის პირობებში რა. მაგრამ ეს კარბულატორის მინუსებმა ასე რომ ვთქვათ არ შეგაშინოთ რა, იმიტომ რომ სრულიად თქვენზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ როგორც ვახსენე, მექანიკური დეტალია და როგორც მოულით, ისე გასიამოვნებთ. ასევე აქ ხდება ეს არის მოკლედ გამოცდილმა ბაიკერებმა ეს ყველამ კარგად იცით რაც არის, მაგრამ დამწყები ბაიკერებისთვის, რომ კითხვები არ დაიბადოს, თერმული ბინტია, რომელსაც თუ არ დაახვევ მოკლედ გაკივლებს. გადავიდეთ. ასევე ჩვენს ჩოპერზე ხდება ლამაზი ტყავის ჩანთები, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს. სისიბარი უკანა გზავრისთვის, რომ გადაადგილება იყოს კომფორტული და საკმაოდ ხარისხიანი. ჩვენი მოტოციკლეტი ავითარებს 140-დან 150 კმ/სთ სიჩქარეს. ეს სრულად მისაღებია, იმიტომ რომ კონკრეტულად ეს მოდელი არ არის სისწრაფეზე გათვლილი, უფრო ქალაქში კომფორტულ გადაადგილებაზე.
რაც შეეხება ვისთვის არის კარგი, იდეალურია დამწყებთათვის, ქალაქში ძალიან მარტივია ამით გადაადგილება და რავი, ჩემი აზრით საერთოდ არ წარმოადგენს მისი გადაცემათა კოლოფი city cruising-ისთვის პრობლემას. მეორად ბაზარზე საშუალოდ ჩვენი მოტოციკლეტის ფასი 1500-დან $3000-მდე მერყეობს, გააჩნია მდგომარეობას. ეხლა გადავიდეთ ჩვენი მოტოციკლეტის უარყოფით მხარეებზე. რა შეიძლება ჩაითვალოს მის უარყოფით მხარეებში? პირველ რიგში მისი გადაცემათა კოლოფი ოღონდ მაგისტრალზე. ნახე როგორი სიტუაცია წარმოიდგინე, სიტუაცია ძალიან მაგარი რაიდი, რაღაც მაგარი გადაპრანჭული მოტუები, მიდიხარ სადღაც ერთი 100-150 პლუსი ბაიკი და შენ უკვე სიჩქარე აღარ ყოფნის და ყვირის რა ეს მეხუთეს ითხოვს რა, მაგრამ სამწუხაროდ არ არის. ესევე მისი უარყოფით მხარეებში შეიძლება გავიყვანოთ ის, რომ საშუალოზე ნელი მოტოციკლია, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ როგორც ზემოთ აღნიშნე, ხა ეს მოტო არ არის გათვლილი სისწრაფეზე და რაღაც. ამას სულ სხვა შეგრძნებები, სულ სხვა кайფი აქვს. ასევე მისი დაბალი და გრძელი ფორმიდან გამომდინარე, მკვეთრმოსახვევში ცოტა მოუხერხებელია. ასევე უარყოფით მხარეებში შეგვიძლია გავიყვანოთ ისიც, რომ აუზი აქვს 11 ლიტრიანი, როგორც ვთქვი, და კრუიზში, როდესაც მიდიხარ, ცოტა ნაკლებ კომფორტულია, იმიტომ რომ ხშირად გიწევს საწვავის გადავსება, ესე რომ ვთქვათ. და ეს გემოვნების ამბავია, ზოგი გაიყვანს ამას ნაკლოვანებაში, რომ ბევრი ქრომირებული დეტალი რახან აქვს ჩვენს მოტოციკლეტს, შესაბამისად სჭირდება ფაქიზი და ხშირი მოვლა და წმენდა. მოკლედ, რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი განხილვა. Honda Steed 600 შევთანხმდით იმაზე, რომ არ არის სწრაფი ბაიკი და რაღაც მწვერვალებს ვერ დავიპყრობთ, სიჩქარის ადრენალინს ვერ მივიღებთ, მაგრამ რა დანიშნულებაც აქვს, რაც ქარხანამ ჩადო ამ ბაიკში მთლიანად, ამახო ტვინი ყველაფერი არის იდეალურად გადმოტანილი. გვაძლევს იდეალურ შეგრძნებებს, კლასიკური დაბალი ჩოპერის სტილს და ჩემი აზრით იდეალური ვარიანტია პირველ ბაიკად. ეს არხი შეიქმნა იმისთვის, რომ გაგიზიაროთ სრულიად ჩემი ემოციები, ჩემი გამოცდილება, ჩემი განცდები, რასაც მოტოსტარების დროს განვიცდი. გადმოგცეთ ეს ყველაფერი როგორც გამოცდილ ბაიკერებს, ასევე დამწყებ ბაიკერებს. ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ქართული მოტოკულტურის განვითარებაში და განსაკუთრებულად მინდა მივმართო, ვინც ეხლა ჯდება პირველად ბაიკზე. მე თუ შევძელი, აუცილებლად შენ შეძლებ. გზაზე შევხვდებით.